სწავლა მაშინ ბავშვების უმრავლესობა ძალიან წუხდა ამის თაობაზე და მათ სურდათ სკოლაში მისვლა ფიზიკური კომუნიკაცია თანაკლასელებთან, მეგობრებთან, მასწავლებლებთან. თუმცა ახლა მათთან კომუნიკაციის შედეგად აშკარად იკვეთება, რომ ბევრ მათგანს უკვე მოსწონს ონლაინ სწავლა, მოსწონს არა, urჩევნია და აღარ აქვს სურვილი სკოლაში დაბრუნების. ამაზე საუბრობენ თავად მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც და მათი მშობლებიც. რა პრობლემის რას ნიშნავს ეს, რატომ მივიდნენ აქამდე და ზოგადად სამომავლოდ რა საფრთხე შეიძლება ამან შექმნას? როგორც წესი, მე პირადად ჩემი გამოცდილებით ესეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია. სკოლაში რომელსაც უწევებ ფსიქოლოგიურ მომსახურებას, მათთან კონსულტაციისას იკვეთება პირიქით, რომ ძალიან დიდი სურვილი აქვს და ველოდებით, როგორც კი გვექნება საშუალება, რომ შევხვდეთ სკოლის კედლებში და გქონდეს პირიქით აქტივობები, რომლებიც შეკრავს ისევ ჯგუფებს და ეკნებათ საშუალება, რომ ეს ემოციური მოთხოვნილება ბავშვებმა დაიკვა ყოფილვან კონტაქტისა. რაც შეეხება ზოგად ფონში თუ ვისაუბრებთ, თუ კი არის რეალურად ასეთი საფრთხეები, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ჩვენ მივდივართ ისევ სკოლის პასუხისმგებლობასთან, როგორ ხდება, რომ გარემო არ არის იმდენად მეგობრული, ან არ არის გარემო იქ იმდენად წახალისებული, რომ ბავშვს უნდადეს დაბრუნება და კომუნიკაცია. მეორეს მხრივ, მეორად ისარგებელი, რომელიც ელექტრონულ მასწავლებამ მოიტანა, რა არის ეს? გავთიშავ ეკრანს, გავთიშავ ხმას და მე არ ვარ გაკვეთილზე. მე შეიძლება ვიჯდე, მაგრამ არ ვიყო კონტაქტში. ერთის მხრივ, ამან შეიძლება წაახალისოს ბავშვების არადაინტერესება სწავლის პროცესის და რაც მთავარია, თუ კი ბავშვს ეძლევა საშუალება, რომ არასაინტერესო გაკვეთილზე გამოეთიშოს და მიიღოს სხვა ტიპის აქტივობებში მონაწილეობა, რომელიც უფრო მეტად საინტერესო, რა თქმა უნდა წახალისებულია, რა თქმა უნდა უფრო მეტად მოსწონს ბავშვს. შესაბამისად, აქ ისე მივდივართ სკოლის პასუხისმგებლობასთან, მასწავლებლების პასუხისმგებლობასთან, მე ვიტყოდი მათ კვალიფიკაციასთანაც კი, იმ მხრივ, რომ როგორ დაინტერესონ ბავშვი საკუთარი საგანით და სასკოლო პროცესით, რომ ბავშვს ისევ მოუნდეს ამ კედლებში დაბრუნება. ეს რაც შეეხება